ერთი ახალი დოკუმენტი ძველი მოთხოვნებით, მოსკოვის მექანიზმის პოლიტიკური აქცენტები, რეკომენდაციების სავარაუდო შედეგებით და საქართველოს ხელისუფლების მორიგი უარი კონკრეტული არგუმენტებით. დოკუმენტი, რომელსაც EUTOS 57 ქვეყნიდან 32 არ უერთდება, ისევ იმ კანონების გაუქმებას მოითხოვს, რომლებზეც ოფიციალურმა თბილისმა, ბრიუსელისა თუ სტრასბურგის მექანიზმებითაც არაერთი მოწოდება მოისმინა, თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალა გარე მითითებების შესრულებას არც ამჯერად აპირებს და ამას სახელმწიფოს სუვერენული ინტერესების დაცვით ხსნის. ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში წინასწარ მომზადებულ დასკვნას ეფუძნება და სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს მოიცავს. EUTOS მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ოჯახური ღირებულებების გამჭვირვალობის, გრანტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები უნდა გაუქმდეს, EUTOS წევრი 57 სახელმწიფოდან საერთო ჯამში მხარი მხოლოდ 24-მა დაუჭირა. გარდა ასეთი დისბალანსისა, საინტერესოა, რომ ანგარიშს ხელს არ აწერენ ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი, იტალია, ასევე საქართველოს მეზობელი თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველოს მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს EUTOS მასშტაბით. საქართველო არის მოწინავე EUTOS ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ეს ორმაგი სტანდარტი არის ძალიან თვალსაჩინო და სამარცხინო ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მომძიმეს პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში. ორმაგი სტანდარტი, სიცრუე და პოლიტიკურად მოტივირებული, ასე პრემიერ-მინისტრი იმ კრიტიკულ დოკუმენტს აფასებს, რომელიც მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ერთმა მომხსენებელმა მოამზადა და გაიზიარა EUTOS იმ 24 წევრმა სახელმწიფომ, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირა საქართველოსთან მიმართებაში მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებასაც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკითხების უმრავლესობა, რომელზეც მომხსენებელს დოკუმენტში მწვავე შეფასებები აქვს გაკეთებული, სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის მიუღებელია ის რეკომენდაციებიც, რომელიც ანგარიში აუცილებლად შესასრულებლად არის გაწერილი. უფრო მეტიც, ქართულ მხარეს კითხვებს მომხსენებლის მიუკერძოებლობაც უჩენს, რადგან როგორც ირკვევა, დოკუმენტის ერთადერთ მომხსენებელ პოლონელ პატრიცია გრიჟებიკს პირდაპირი საქმიანი კავშირი აქვს პოლონეთის მთავრობასთან. პროცესი იყო ინიცირებული მათ შორის პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან და გაირკვა, რომ ეს ადამიანი თვითონ ყოფილა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი. ეს იყო პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამალა ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ეჭვებს აღრმავებს. ხო, რეალურად ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. თლიანად პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების უკან. თქვენ იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები, შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები. თავიდან ბოლომდე არის, რა თქმა უნდა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს. ჩვენ პირველ რიგში ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში. ასევე მე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინება არის აუცილებელი. ანუ ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში, თუმცა მთლიანობაში ეს დასკვნა არის სიცრუით გაჯერებული. პრემიერ-მინისტრი აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში მმართველი გუნდი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს სპეციალური ბრიფინგით უპასუხებს, სადაც ირაკლი კობახიძის თქმით დეტალურად იქნება განხილული ყველა ის საკითხი, რაზეც დოკუმენტშია საუბარი და ყველა კრიტიკულ მოსაზრებას ქართული ოცნება კონკრეტულ არგუმენტებს დაუპირისპირებს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ანგარიში, რომელიც პოლონელმა მომხსენებელმა მოამზადა, წინასწარ იყო დაწერილი და რომ ამ დასკვნაში არ არის ასახული ობიექტური რეალობა. ამ საკითხზე აქცენტირებისას აღმასრულებელი ხელისუფლება რამდენიმე ფაქტორს უთითებს, მათ შორის დროის სიმცირეს, რადგან როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ის მოკლე დრო, რომელშიც ანგარიშის გამოქვეყნება მოხდა, საკმარისი ვერ და არ იქნებოდა, თუნდაც მხოლოდ იმ შეხვედრების გაანალიზებისთვის, რომელიც თბილისში 2 დღით მყოფმა პატრიცია გრიჟებიკმა სამინისტროს ორგანიზებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. არათუ იმ დოკუმენტაციის შესწავლისთვის, რომელიც კონკრეტულმა უწყებებმა ექსპერტს მიაწოდეს და რაც თავის მხრივ ქართული მხარის მოთხოვნით გასაჯაროვდა კიდეც. თავად პროცესიც იმგვარად წარიმართა, რომ ყველანაირი მინიშნება არის იმისა, რომ წინასწარ იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი, ექსპერტიც წინასწარ იყო შერჩეული, ამიტომაც არ გახლდათ პოლონეთი 23 ქვეყანას შორის, რომელმაც აამოქმედა მოსკოვის მექანიზმი. ნიშანდობლივია ისიც, რომ დასკვნა მომზადდა ვიზიტიდან სულ რამდენიმე დღეში, 2 დღეზეა საუბარი, 2 სამუშაო დღეზე, რაც ძალიან მცირე დროა იმისათვის, რომ ექსპერტ შესაძლებლობა ქონოდა სრულად გადაემუშავებინა ის მასალა,
ყველა რაც მან საქართველოსდან მიიღო, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო და ბუნებრივია ესეც ამტკიცებს იმეჯს, რომ დასკვნა წინასწარ იყო მომზადებული და არანაირი დოკუმენტაციის შესწავლა, არანაირი შეხვედრების გაანალიზება არ მომხდარა ამ დასკვნის მომზადების პროცესში. მმართველი გუნდისგან განსხვავებით მწვავე შინაარსის დოკუმენტს სრულად იზიარებს ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ რეკომენდაციები, რომელიც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშია ასახული, არის სწორედ ის ნაბიჯები, რაზეც თავადაც და რიგი დასავლელი პარტნიორებიც დიდი ხანია საუბრობენ. სწორედ ამიტომ ოპოზიციურ სპექტრში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია აქცენტს ანგარიშის იმ ნაწილზე აკეთებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცემულ რეკომენდაციებს მოიცავს და სადაც ერთ-ერთ რეკომენდაციად მითითებულია, რომ რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ განეხილონ საქართველოში არსებული სიტუაციის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გადამისამართების საკითხი, არგუმენტად ავტორს პოლიტიკური დევნის წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი რაოდენობა აქვს მითითებული. ანგარიში არის უმძიმესი, ქართულ ოცნებას ეს ძალიან კარგად ეტყობა, სახეებზე საწერიად და ელოდან მოვლენების განვითარებას. ძალიან მძიმე განვითარება იქნება სავარაუდოდ მოვლენებს. ჰააგის სასამართლოში საქმის წაღების არათუ შანსი არსებობს, არამედ რეალური წინაპირობა. ამიტომ ქართულ ოცნებას თუ საერთოდ დაკარგული არა აქვს საკუთარ მომავალზე ხედვა და ინტერესებს ყოველ დღევანდელ დღეს გადარჩენა, მაშინ რაღაცა რაციონალური ნაბიჯების გადადგმა მართებს. ყველა ხედავს საქართველოს ყველა საერთაშორისო მეგობარი, რომ ქვეყანა არის შეყვანილი უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, რეალურად ჩიხში და რომ აქედან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობა მაშინ, როდესაც რეჟიმი უდანაშაულო ადამიანებს დევნის და დამნაშავებს არ სჯის, არის იმგვარი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისკენ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდება, როგორიც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგას ტრიბუნალად წოდებული. ოპოზიციისგან განსხვავებით საქართველოს საკითხის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მიტანას არ ელის მმართველი გუნდი, თუმცა თუ კი ეს საკითხი დღის წესრიგში მაინც დადგება, ქართული ოცნება ოპონენტებს სამართლებრივ მარცხს უწინასწარმეტყველებს, რადგან ამბობენ, რომ კრიტიკა და ბრალდებები, რაზეც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშია საუბარი, სიცრუეა. ანგარიში პოლიტიკურად მოტივირებულია, გაცემული რეკომენდაციებით კი პატრიცია გრიჟეპიკი ექსპერტის მანდატს გასცდა. რაც დაწერა ექსპერტმა, რა დასკვნებიც გააკეთა და რა რეკომენდაციებიც გასცა, სრულიად გაცდენილია იმ ჩარჩოებს, რისი უფლებამოსილებაც მას ჰქონდა, რისთვისაც არის ეს მექანიზმი შემუშავებული და ზოგადად სხვა ორგანიზაციებს ეს მითითებები და საუბრები ამ მექანიზმის ფარგლებში უბრალოდ აზრს მოკლებული. ბუნებრივია ეს ემსახურებოდა უბრალოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას. კი ნახეთ თქვენ ოპოზიციის წარმომადგენლების ასე ვთქვათ, ხმაური ამ თემასთან დაკავშირებით და კარგად ჩანს თუ რას ემსახურებოდა ამ მექანიზმის ამოქმედება. ისიც კარგად ჩანს თუ რა ნიშნით იყო ექსპერტი შერჩეული, კარგად ჩანს კავშირებით და შესაბამისად აქ უკვე ბევრი კითხვაც აღარ დარჩა, რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი არის საჭირო საქართველოში შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის. ეს მექანიზმი არის შექმნილი რეკომენდაციის გასაცემად და არა რაღაცა ასე ვთქვათ გადაწყვეტილების მისაღებად და არა კონკრეტული გადაწყვეტილების შემდეგ აღსასრულებლად. ეს მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ისედაც, როდესაც საქმე ეხება ზოგადად საერთაშორისო სასამართლოებს, თუ რამე საკითხი არის სადაო ნებისმიერ აქტორთან ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ჩვენ ძალიან კომფორტულად გვზნობთ თავს საერთაშორისო სასამართლოებში და ფაქტობრივად 100-0 არის ანგარიში ქართული ოცნების სასარგებლოდ იგივე სტრასბურგის სასამართლოში, როდესაც ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე წაიღეს საქართველოსდან, რეზონანსული საქმეები, რასაც აკერებდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ იარლიხს და აბსოლუტურად ყველა საქმეში ჩვენ გავმართლდით, შესაბამისად აქაც პრობლემას ვერ ვხედავთ. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი საქართველოსთან დაკავშირებით 24 წევრი ქვეყნის მოთხოვნით იანვრის ბოლოს ამოქმედდა. მას შემდეგ, რაც თავის მხრივ ეუთოს ამ მექანიზმის ამოქმედების მოთხოვნით საქართველოსთან 4 ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა. საქართველოში არსებული ვითარების მოკვლევა კი ერთადერთ მომხსენებელს პატრიცია გრიჟეპიკს დაევალა, რომელიც 17 და 18 თებერვალს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს და მიიღო ინფორმაცია ყველა დაინტერესებული მხარისგან, რის საფუძველზეც უკვე ორ კვირაში მოამზადა ვრცელი ანგარიში კრიტიკითა და რეკომენდაციებით.